ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იტალიური დიზაინის დღეს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კიუს ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა. წლევანდელი შეხვედრის თემა უთანასწორობანი დიზაინი უკეთესი ცხოვრებისათვის იყო. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დი ანტუანომ. მათ ახალი პროგრამების მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც მედიცინის სფეროში და დიზაინის სფეროში უკვე აქ შეგვიძლია მივიღოთ მაღალი დონის ევროპული ხარისხის განათლება და ევროპული დიპლომი. ჩვენი ქართველი სტუდენტები მიიღებენ შესაძლებლობას მინიმუმ 1 სემესტრი ისწავლონ ნეაპოლში, მსოფლიოს პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში. Sono molto contento oggi di essere a Kutaisi all'Università Internazionale di ძალიან მოხარული ვარ და ბედნიერი რომ ქუთაისში ამ ინაუგურაციას ვესწრები. დღეს გვაქვს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაფორმება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ დღეს არის დიზაინის დღე და აღნიშნავთ იტალიელ არქიტექტორებთან ერთად. იტალიასა და საქართველოს შორის ძალიან ბევრ სფეროში გაღრმავდა ურთიერთობები ბოლო წლებში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის ის რომ კულტურისა და განათლების სფეროში სერიოზული წინსვლა გვაქვს. 2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალ ინგლისურ ენოვან ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის პირველი საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს. სასწავლო პროცესს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები წარუძღვებიან. კურსდამთავრებულები კი ორმაგ დიპლომს მიიღებენ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქართველი და არა მარტო ქართველი სტუდენტებისთვის, რადგან ეს არის 3 წლიანი ინგლისურენოვანი ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამა. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებიც ისწავლიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სწავლის დასასრულს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აიღონ როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომი. ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტი 1224 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს. ამავე უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კარლა ლანჯელა აღნიშნავს, რომ ამ პროგრამაზე რამდენიმე თვე იმუშავეს და ის კონკრეტულად ჩვენი რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით არის შექმნილი. E da alcuni mesi stiamo lavorando a questo progetto congiunto. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ძალიან ბევრი მსგავსება დავაფიქსირეთ არა მარტო ქართველებსა და იტალიელებს შორის, არამედ ნეაპოლსა და ქუთაისს შორის. არის კულტურული მსგავსებები, მაგრამ ასევე არის ადამიანური მსგავსებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვაქვს სპეციფიკური კურსი დიზაინი სათემო განვითარებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ დიზაინის შესწავლა ხდება იმ კონკრეტული გეოგრაფიული არეალის, თქვათ ქუთაისის, იმერეთის სპეციფიკის გათვალისწინებით. Su questo territorio e sulle esigenze che questo territorio ha anche in termini di figure professionali. იტალიური დიზაინის დღე იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს მეცხრედ უმასპინძლა. IDD 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩო და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო.